ეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომია. რამდენიმე ათეული წლის წინ ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო აეროდრომი იყო. მის მიმდებარედ რამდენიმე კილომეტრში დედაქალაქის დაცვისთვის უმნიშვნელოვანესი მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაა. ამ ტერიტორიას საქართველოს თავდაცვის ძალები ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა ტაქტიკური სავარჯიშოს შესასრულებლად. სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ტარდებოდა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები. მათ შორის ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებები, Agile Spirit და Nobel პარტნერი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ახლა ამ ადგილას დედაქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 19 კილომეტრის მოშორებით ახალი საერთაშორისო აეროპორტი უნდა აშენდეს. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი აცხადებს. 2024 წელს საქაერო ნავიგაციამ უკვე დაასრულა ახალი აეროპორტის სანავიგაციო კვლევები, რაც უკვე საშუალებას გვაძლევს, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს უშუალოდ კონცეპტ დიზაინის და გენერალური გეგმის განვითარების გეგმას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესებში და ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ იმ საჭირო კვლევებისა და მასალების მომზადებას, რომელიც მნიშვნელოვანია სტრატეგიულად სწორად განმავითაროთ ახალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ახალი აეროპორტის მშენებლობის პროცესში ჩართულია აზიის განვითარების ბანკი. ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა თუ რა ფორმითაა ჩართული ის ამ ინფრასტრუქტურულ პროექტში. აზიის განვითარების ბანკს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. 2024 წლის ოქტომბერში აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს დაუმტკიცა სესხი, რომლის ნაწილი მოხმარდება თბილისთან ახლოს დაგეგმილი ახალი აეროპორტის განვითარების დეტალურ ტექნიკურ და ფინანსურ მოკვლევას, მათ შორის კერძო სექტორის ჩართულობისა და ინვესტირების შესაძლებლობების შეფასებას. მოკვლევის ფარგლებში ასევე მომზადდება რეკომენდაციები პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან თანხმდრისა და მშენებლობის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სოციალური, გარემოს დაცვითი და გენდერული საკითხების გასათვალისწინებლად. ვაზიანის სამხედრო აეროპორტის მიმდებარედ არაერთი ობიექტია, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალებს ეკუთვნის. ერთ-ერთი ასეთია უშუალოდ აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საბრძოლო მომზადების ქართულ-ამერიკული ცენტრი, რომელიც აეროპორტიდან დაახლოებით კილომეტრნახევრითაა დაშორებული. აქვეა ვაზიანის პოლიგონი, რომლის შესასვლელი და სასროლეთები ძველი საფრენი ბილიკიდან დაახლოებით 4 კილომეტრშია. ბატალიონის ზომის სწავლებების სასროლეთის დაშორება კი დაახლოებით 8 კილომეტრშია. ძველი აეროდრომის საფრენ ბილიკთან სატანკო სასწავლო მოედანი კი დაახლოებით 9 კილომეტრითაა დაშორებული. თავად მეოთხე ქვეითი და იქვე მდებარე საარტილერიო ბრიგადები კი დაახლოებით 6 კილომეტრის მანძილზეა. პოლიგონი ხო ეს ის არ არის უბრალოდ ტრიალი მინდორი, სადაც გადიხარ და ეს პოლიგონი არის მთელი კომპლექსი, სადაც არის სხვადასხვა ტიპის სასწავლო მიმართულებები და სასწავლო ველები და სასწავლო ქალაქები, ეგრეთ წოდებული. ხო, ეს არის ჯავშან სატანკო მომზადების ქალაქი, ეს არის სატანკო დირექტრისა, სადაც ტანკები ახდენენ სროლას. არის კიდევ გვაქვს სასწავლის პოლიგონსაც ვერ დავაქვეთ, არის სასროლეთები, სადაც ხდება მცირე ზომის სასწავლო იარაღის გამოყენება, რამოდენიმე ერთცალი ეს უკვე სადაც შეიძლება თქვა 20-ამდე დანაყოფის ვარჯიში. ვაზიანის პოლიგონი არის მეორე კატეგორიის პოლიგონი, ანუ მაგ შესაძლებელი არის ჩატარდეს საერთო საჯარისო სწავლებას თუ ავიღებთ ხედველობაში, შესაძლებელია ჩატარდეს ბატალიონამდე სწავლება. სამხედრო მიმომხილველთა აზრით, ახალი აეროპორტი ახლოს მდებარე პოლიგონის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად შეასუსტებს. ვაზიანის პოლიგონზე, სადაც მასშტაბური საარტილერიო სწავლებები, სატანკო წვრთნები, ბატალიონის ზონის ქვედანაყოფების მომზადება, არტილერიისა და ავიაციის დახმარებით მიმდინარეობდა, ახალი აეროპორტის არსებობის შემთხვევაში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იმავე მასშტაბით ვეღარ ჩატარდება. საქართველოს და ქართველი არტილერისტი იყო ყოველთვის გამორჩეული, საარტილერიო სასწავლებელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც და დახურულ სამიზნეებზე სროლელებში ვიყავით გამორჩეულები. ესეც დაკნინდება, ანუ არტილერიას თავისი ფუნქციები დააკლდება, ფუნქციები როგორ დააკლდება, ანუ მისი ოსტატობა აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო მანამდე. დახურული სამიზნე, ანუ ხელითაც რო გაჩვენეთ, ეს არის როგორ გითხრათ, ანუ აი აქ რო ზის არტილერისტი მზვერავი გადმოცემს კოორდინატებს და ეს აკეთებს გათვლას არტილერია და დახურული პოზიციიდან, ანუ პირდაპირ ვერ ხედავს, პირდაპირ დამიზნებით არის სვრის და აი ამ ტრაექტორიით ისვრის, ასე ვთქვათ, ჭურვებს.
ამისი შესაძლებლობა გაქრება, იმიტომ რომ ჭურვი იქნება ჰაერში, აქ კიდე იქნება ფრენები, ხო? და შესაბამისად ფრენების უსაფრთხოება იქნება დარღვეული და მოკლედ არავის არ უღირს, ასე ვთქვათ, ჩვენი артиლერისტის კარგი მომზადება, როდესაც ფულზე არის საუბარი, ხო? აი ეს არის ძალიან ბანალურად და სამწუხაროდ ტრივიალურად. ექსპერტები ამბობენ, რომ პოლიგონზე სროლის მიმართულებები ახალი აეროპორტის ტერიტორიიდან საპირისპირო ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარესაა. მაგრამ როდესაც პოლიგონზე ტანკიდან ჭურვს გაისვრიან, საარტილერიო ცეცხლს გახსნიან, ან და საავიაციო სწავლებები გაიმართება, სულ მცირე დისკომფორტი აუცილებლად შეექმნებათ 60 კილომეტრში მყოფ ადამიანებს. გასათვალისწინებელია, რომ აეროპორტში უცხოელი ტურისტებიც იქნებიან. შესაბამისად, პოლიგონის გაუქმება, ან იმ სამხედრო მანევრების მასშტაბების შემცირება გახდება საჭირო, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობისთვის, კერძოდ კი მეოთხე ბრიგადისთვის ასე მნიშვნელოვანია. დასავლეთიდან თბილისის იცავს გორის ბრიგადა, ხოლო აღმოსავლეთიდან ერთადერთი დანაყოფი, ერთადერთი შენაერთი უბრალოდ ბრიგადა, რომელიც არის ჩვენი მეოთხე ქვეითი ბრიგადა. იმის აღმოსავლეთით ჩვენ აღარაფერი აღარ გვყავს რეალური და ასუსტებს, გაურთულებს სასწავლო პროცესის განხორციელებას, წვნების განხორციელებას, ეს განსაკუთრებით ეხება საარტილერიო დანაყოფს და საავიაციო დანაყოფს. სტრატეგიული შეცდომა ერთი და მე ზოგადად სულ 4 ბრიგადა გვყავს. გამოვაკელით ნებისმიერი ერთი და ნახავთ რამდენად დასუსტებული იქნება საქართველოს შეღებილი ძალები, ხო? ჩვენ რო ყავდა თქვა 25 ბრიგადა და ერთი კიდევ ვიფიქრებდი რომ თქვა ერთი ბრიგადის დასუსტება თქვა არა ისახება ზოგადად. სულ 4 ბრიგადა გვაქვს. ცნობილია, რომ თბილისში ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა 2029 წელს უნდა დასრულდეს. ის პირველ ეტაპზე წლიურად 10 მილიონამდე გზავს მოემსახურება. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ახალი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ შეუქმნის ვაზიანის სამხედრო პოლიგონს არანაირ პრობლემას. თუმცა ახალი აეროპორტის მიმდებარედ მსხვილკალიბრიანი ქვემეხების გრუხუნი ექსპერტთა აზრით უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნამდვილად შეუთავსებელია. გიორგი თუხარელი, ევრონიუს, ჯორჯია.